რა იყო დაცოდა? კიდე მომაჩეჩებ იმ ზაღს და გაიქცევი. და არ ვიცი რას გიზავ რა. მოიცა, პატრონმა არაფერი გითხრა ჩემზე? აი ეს გამომატანა ბატონ დავის გადაეციო. ჭკვიანია რა ეს ბილ გეიტსი რა. ჭკვიან ხალხზე ეკონომიკური კრიზისი არ ვრცელდებაო. მართალია რა. ჩემი ბეღურა? კარგი რა ირაკლი რა დაიწყე ისევ თავიდან რა. გადაული ცოტა ხანი მარიკა საცარი შეიგირიკიდებ ახლა მარტო ყوار დაგშორდება რა. ისე კარგი ხდა მარიკამ თვითონ წავიდა და შეიძლება მარიკა გაგდო აქედან. ეგ გამაკლია ახლა დათო რა. ის რა კაცია ცოლი რო სახლიდან გააგდებს. მართალი ხარ. კაცი ხარ რა. ისე რო იცოდე მე თვითონ წამოვედი იმ სახლიდან. რა თქმა უნდა, ფაქტია. ეს სპორტულები მაგრა გიხდება. ხო გეუბნებოდი, მოვა დრო და ჩემს დასაწყისებსაც ჩაისვა მე. გედი. შენ გირჩევნია ჭურჭელი დარეცხე, შენი ჯერია დღეს. ირა, გეხუწები რა, დღესაც შენ დარეცხე და მე ზედიზედ მიგავლის ხო? დათო, ეს ზედიზედ უკვე ერთი კვირა დაგროვდა. მიდი. ირა. საუზმეზე რას მიერს მე ყიყლიყოს თუ ჭიჟიპიჟის? ჭიჟიპიჟის. ჯიგარი ხარ რა ირა რა ერთი ჩემთვისაც გააკეთე რა. დათო რა. ვითომ არ დავიკლებდი ხა მე ცოტასა. კონთი გასაგებია. აიკლებ არა გადმოიწვა. ისევ შემასწრო რა. ირაკლი. ირაკლი. მარიკა კიდე გავს ტელეფონზე. ჩემო ბურსა შეარა თალაგზე. ალო. აი ირაკლი რა ბავშვი. როგორ ბავშვით გჯერა ყველაფერი რა. დაიღუპები შენ ამ ცხოვრებაში. ქეთევან კარგი რა გერარება, აბა ხახვის კარტოფილის და ერთი ჭიქაზეთის გამომტანი ვარ მარტო მე. კარგი რა თამრი რამის გამოტანაზე როდის იყო დახმარება გჭირდებოდა. ბერდები თამრი ბერდები. კარგი რა. მაიმე რა გაყვირებს? რა გაყვირებს? ისევ გამიკავდა წელი. აიმე თამრი მართლა, აიმე თამრი გტკივა. არაფერი თიკა წელი გაუკავდა. მოდი მომეხმარე შემაყვანინე სახლში. მოდი ჩოდა ეხლა მაგის მოხმარება. აიმე თამრი თიკა ხახი გექნება რა სახლში სამი თავი და გამოიტანე. მოდი მე დამეყდები თამრი მოდი. აიმე რა აიმე რითი დაგეხმარა თამრი მოდი და მე დამეყდები. ოღონდ მეც არ წამაქციო. მოდი ნელა რატო დაგიმართა ისე რატომ გაგიკა? მე და რატო? რა ვიცი. წამოდი თამრი მოდი ნელა შეხილა. მოდი. არა არ
ასაკენ. მოდი დაჯექი მოდი ეს რაიმე ცოდნია ეს თამრი დავგიჟდები თამრი შენ რამე მოგიმდეს ხოდე თავს მოვიკლავ თამრი ამას ისე კი არ ვამბობ და შევასრულებ თამრი უხდა ქეთელა ლაშოს დაშორდი ნეტარას დამჩხავი თავს ერთი მოდი მომეხმარე მოდი აი მოვიტანე ხახვი თამარი მოიტანე დადე ეს ხახს მოყვა ახმაური როგორ ახლა ქეთელა მე კარგად სალაშიკო ისე წელი გაუკავდა თამრის მეც არა ვთქვი რაღაც მოხდა მეთქი არ მოვარდა ბიჭი მოვარდა მთელი ხმა თელმა უბანმა გაიგო თქვენი ხმა ბოდიში ხო არ შეგაწუხე აი მე აი მე თიკა ნეტა რატო დაემართება რაიმე ანანო რასაკეთებ მკიბა ანანო ანანო გაუცივდა ალბათ რა გამიცივდებოდა გოგოებო აბა რა იქნებოდა რომ გამომაგდეს იმ საძინებლიდან და აი ამ ტახტმაც აი ეს წელი რა თვითონ რა ენაღლება გაფუმფულებულ დედესიტზე წებს ამის დრო იყო ახლა კლიენტს უნდა შევხვედროდი რა ნეტა რატო დაემართებოდა ენის ბრალი ალბათ რა აი გძელი ენა რომ აქვს ეთყობა დაკაჩა და დაეჭიმა შარა კარგი რამე მოიფიქრე ექიმი არ ხარ ცოდო ვაიმე სუდანში ესე იგი ტომის ბელად მოხარშავდა ლიანებს კარგი რა გიხვეწები ეხლა მაინც გაჩვენე რა ნანო რა გიმუდარებ კარგი ქეთევან მიდი იქ კანადაში იქნება ისე ვის მალა მოდარჩენილი მომეც შეუზელ გაზეთს გადავაფარებ შალით შევხვედა აი მე თამრი აი ჩვენი ხსნელი ლაშიკო ეხლა ისა ანანო შენ გაზეთი სადაგეკარგოს მხსნელი ადეკ შემოდი მოდი ნელა რამ წარეხელი გაქნელა რა არის ეს რაც მაწვდი გოგო ამაში გილაურის ინტერვიუა მეორე მომაწოდე მიდი და შალიც მომეცი მომი ვიდეო შარი აი მე მომეცი ეს ტყუილად გიკეთია მაინც ამის დრო იყო ეხლა კლიენტს უნდა შევხვედროდი რა არის რა მომკიდე შენ კიდე ხელი და წამიყვანე აი მე რა აი ნელა რა მამის მინე მე დღეს არ მუშაობ თავისუფალი ვარ და შემიძლია იმ კლიენტს მე შევხვდე ჩვენ შევხვდა აი მე ხა შეხვდე რაც მიმარბენინებ დამსვი ეხა მომისმინეთ გოგოებო ჩემ ოფისთან რომ მიხვალთ თიკა გაზეთი გეკავს ხელში მაღალი შავგვრემანი მწვანე თვალება გოგო ვარ მეთქი ბუთხარი ხო და ანანო შენ კიდე ცოტა ილაპარაკე შეხვედრაზე იქნებ ნამდვილი მყიდველია გაიგე წამიყვანე ეხლა შენ რა უნდა მიმკურნალო მომკიდე ხელი რა წარეხელი მორჩი დამოძღვრე წავედი ვაიმე აი ესია რა ჩემზეა ნათქვამი ვინც მოგარჩინოსო თუ როგორ არის რა ვიცი მე როგორ არის აღარ გამარჯობა ირაკლი როგორ ხარ? კარგი რა ირაკლი რა კარგი რა როდემდე უნდა იყო ეხა ესე მოწყენილი რა თანაც მეცნება ეხა რო გიყურებ ამ ხელა მუსლი დრო ზიხარ ამ ხელა კაცი აჰა მე ვიცი რა როგორ გამხერულებ მე შენ ეხა მაცადე ეცადე ერთი წუთი ეხლა ალო სანდრო გამარჯობა რა ლონდონში სწავლობდი სანდრო დათო ვარ მე დათო რაზე გილიკავ ეხლა მოდი ჩვენთან სახლში ირაკლი არის სუთხასიათი და გაამხიარული მოიფიქრე ხარ ამე შეშპიონი ბიჭი ხარ ხო კარგი აი ხა სანდროც მოვაირა და გამხიარულებს და ისიც კი ბუჰეს იქნება და ბუზუგული ნახე ლონდონში კოლეჯის პედაგოგმა თავი მოიკლა ზედა რატო ნუ დათო ახლა თუ სანდროს ასწავლიდა მაშინ გასაგებია ამან კი მოიკლა თავი მე რა ვქნა დათო მე სხვა მოვიკლავ თავს რაღაც გამოსავალი ხო უნდა იყოს ამ სიტუაციიდან რა ხნა ირაკლი ხარ რამე გამოსავალი რო იყოს ხო გეტყოდია რა თან როგორ უცნაურად აეწყო ყველაფერი
ჯერ ჩემი ცოლი წავიდა ამ სახლიდან. ეხა მარიკა მე შენ წახვალ. და დავჩები ამ 60-იან ბინაში მარტო. უნდა დაურეკო მარიკას. მართალი. უნდა დაურეკო ირაკლი, აბა რა უნდა? ეს ცხოვრება არის ომი. არ დანებდნენ მიდი დაურეკე. ალო. ნიკოს თხოვეთ თუ შეიძლება. სხვაგან მოხვდი? მაპატიეთ, უკაცრავად. რა ნიკოს ირაკლი ბეგურას არ ეძახი? ისე თქვენთან მოხვდი? ბოდიში ნომერი შემეშალა. მაპატიეთ. ვახ, შალვოვნა რა. შეიძლება სულ ტელეფონზე ეკიდოს, რა. მოიცან. მარიკა მოგდა? ნიკო მოგდა. დაი ყოირაკლი. აბა მობძანდით, შევძანდით. სანდრო? რატო? აქეთ მობძანდით, აქეთ მობძანდით. ეს მომენტი ამას მე მივიკედა. ესე? აჰა. ირაკლი ამას შენ მიხედე? ვა, სანდრო, რა მაგარი ხარ. ხომ მითხარი გავართოთო და მოვედი რა. მაგრამ რა მეკურს იცი? შენთვის არ გინდოდა? რა? სანდრო. ხო, ესენი ჩემი მეგობრები არიან. ნათია და ეკა. ეს ჩემი მეგობარია ირაკლი, პროფესორ. მართლა? ფაქტია. ეს ჩემი მეგობარი? მადლობ, მე გავაგრძელებ. მხატვარი, პედაგოგი, უნდა ჩაიძიეთ. მეტი აღარ არის საჭირო, უკვე სპორტსმენი. დავით ალექსიძე. სასიამოვნოა. ვა. მოდით გოგოებო, მოდით აი აქ. ხო, ყველაფერი ესეა. გასაგებ თიკუნაში მიდი წინდა. მიდი ეხლა. ანუ შენ უკან გამარჯობათ. მე ის ვარ ტელეფონზე რო გელაპარაკეთ ფართის თაობაზე დათო. დათო. უკაცრავად, მე ვარ თამარი. ტელეფონზე რომ გელაპარაკეთ, ის თამარი ვარ. ხო, აი ეს ის პარტია ტელეფონზე რომ გიხარი. დათუნა, კარგად შეხედე დათუნა, მოდი აქეთაც დათუნა. კარგად დაათვალიერე ჩემო დათუნა. უნდა მოგეწონოს, აუცილებლად უნდა მოგეწონოს. არაჩვეულებრივი პარტია დათუნა. უკეთეს ვერ სინატრებს ჩემო დათუნა. ხო მოგწონს, ხო კარგია. ხო, ძალიან კარგი. მოგწონთ ხო ეს? მომწონს კი. ძალიან კარგი. აბარა დათუნა, ჩემი თამარი, ცოცხომა რა არჩევდა. დათო, ეს ქეთევანია ჩემი და. ქეთევანი. თქვენ რომ მითხარით ტელეფონზე, ახალი გათხოვილია და ჩემთან ცხოვრობს ქმართან ერთად. ხო, ეგ არის. მოხვალ თამარ შენ სახში. არ მინდა ისე. მიდი. ეს მართლა თქვენი და? იცით, ნაშვილებია და არ ვეუბნები. ისე მართალი გითხრათ მე სულ სხვანაირი წარმომედგინეთ. დაბალი, კაპასი. კარგით რა. მიდი. უკაცრავად, დათო, ჩაგეძიებით. აბა, რისთვის გჭირდებათ ეს პარტი? ბარი მინდა გავაკეთო. ბარი რა მაგარია. მოდი ჩვენი მეზობელი რომ არის თიკა, იმას უთხრათ იქნებ დაინტერესებს. თიკა. ჩვენი მეზობელი. იცით რა, ყველაფერი კარგია, მომწონს, მაგრამ ფასზე ვფიქრობ, მე მგონი ძვირია რა. ერთი წუთი დათუნა, გამატარე ერთი წუთი. დათუნა, თქვენ თუ არ სიტყვით, ჩვენ უკვე კლიენტი გვყავს, ენაცვალე. კი, გვყავს, მაგრამ აი ეს გოგონა.
მე? რატო არა 2 წუთი? რა, 2 წუთის წინ მეუბნებოდი, ყვავილების მაღაზია მინდა გავაკეთო, არ მეშლება ნამდვილად. ყვავილების მაღაზია როგორ დამავიწყდა? ხო, ულამაზესი ბეგონიები, ხურისულები, გეორგინები. მართლა მინდა. იცით, თან უფრო მეც იხდი. თან უფრო მეც ვიხდი. თან ფულიც თან აქვს. ფულიც თან აქვს. არა, ხა კეთებან კი არ გაჯავრებ ეს ისე. იცით რა, რაც ვნახე ეს ყველაზე კარგი პარტია და ძალიან გჭირდება იგნებ დამით. არა, რას ამბობ? მთელი ცხოვრება მოცნებობდი, იცით? ვერ კარგით, მაშინ თუ რამეა დამირეკე. გაგვირეკეთია. ანუ რა ქენი ახლა? რა? აბა რა მექნა? დამეთმა დათოს თვის? მე ერთხელ ცხოვრებაში უკვე ვინანე და მეორეთ იგივეს ნამდვილად აღარ ვაპირა. რაიმე ჩემი და გაგიჟდება კედლებზე გავა და გავა. არ ვიცი, ვეღარ წხვდები რა უნდა ვქნა, აი ვერც ვამბობ რა. გაგეცოდინება, შეძვრებით ხოლმე, იმოდახში და აღარ გამოდიხარ. ვიცი, რა ვიცი. ბატონო, ვიცი მე, რა ვიცი. დამელოდე. წამოდი ფურისულა, წამოდი. აქ დავდგამ ბეგონიებს. ხო და იმას ვამბობდი რომ ჰაიდელბერგში ერთ ქუჩაზე მოხვდი სადაც ერთ დროს კანტი ჰეგელი და მაგათ უკან მიყვებოდა ის რა ქვია შოპენჰაუერი ხო უკან მიყვებოდა ეს და მისეინები და ერთ დროსაც გამოხდა ხანი და მეც მეღირსა იქ ჩასვდა და იმ ქუჩაზე გასეირნებ მართლა? სანდრო ახლა მარიკა რომ მოვიდეს რა უნდა უთხრა? რა უნდა უთხრა ირაკლი და ჩემი რეზიდენტები არიან თქო. ანუ უკეთეს გეტყვი. მარიკამ თუ დარე გაზარი, ვეთქვით რომ სახლში არ ვარ. თამარი სულ ეგრე შვება ხოლმე რომ მივდივარ. ხო სანდრო. ხო. აი ზუსტად მასე ვეთქვი. სანდრო ამ ხელა კაცი. ხო და იმას ვამბობდი რომ აი ამ ქუჩაზე ზუსტად აი ამ ქუჩაზე გამეეომა ერთმა აზრმა რომ ყველაზე მთავარი ამ ცხოვრებაში სიყვარულია. რა საინტერესოა. რამის ყურდა ლუდ გოგოებო? ფანტასტიკური ღვინო მაქვს. ჩემმა მეგობარმა გოგიმ გამომიგზავნა. აი ხავე მოგარ. სანდრო ამ გოგოების მოყვანა შეიძლება და ეხლა აქ. კარგი რა ირაკლი, ასე ჩხუბები ზუსტაკაცები ჭკვიანური გააკეთა ამიტომ. ვაცალე რა ახალგაზრდების გართო. აი ხომ მოგარბე გოგის ღვინოს. არ შეწუხდეთ ბატონო დავით, თქვენ ნუ შეწუხდებით, მე მივართ მე თქვენი მეგობარი გოგის ღვინოს. ჯიგარი ხარ ირაკლი რა. რას აკეთებ სანდრო? ირაკლი. რას ვაკეთებ კი არა? ამ გოგოების ყოფნა შეიძლება ეხლა აქ. არ შეიძლება? მართალი ხარ? ამ გოგოების ყოფნა შეიძლება ეხლა აქ, აქ თუ არ შეიძლება ირაკლი, ჩემო დახში შევიყვან. რა ეხლა მე რომ მიყურებ, ჩემი ყოფნა შეიძლება აქ, არ ჩემი ყოფნა არ შეიძლება. ეს გოგოები თუ შევლენ იქ, მეც შევლენ იქ. მე კანტი და ჰაიდელბერგი მივსევ და მე მივხვდი რომ სიყვარული ყველაფერია, ხო? ხო. ვაიმე. რაი, მარიკა მოვიდა. პროფესორია და თუ მარიკა უთხარი სახში არ არის. მუშაობა. ანდა რა უთხარი იცი? არ ვიცი. ო, კარგი რა ირაკლი და კარგი და. რა ხარ ამდენ? მოდი, ესე ჩვენი ვაკაცია. ერთი წუთი. არა, ირაკლი ვერ შემოვა, სამსახურში მეჩქარება უნდა გავიქცე. კარგი, წავედი. ლაშა. შენ რაღა მოგივიდა ლაშა? ეხლა ქეთივანი რომ შემოვიდეს და აქ დაგინახოს, ეგრევე გაგშორდება. ცოლი გამშორდება? ხო. შენს გამაკვირვე რა ეხლა.
სანდრო სანდრო ძალიან გთხოვ რა აი ხა მომეხმარე შენ აი ეს ჭიქა გამომართვი აი დადიან კუთხეში და ძალიან გეხოცებილა მადლობა ხო აი ეგრე ზუსტად სანდრო აბა რაღაც ძალიან მაგარ სიმღერას მოგესმენინებო კი ეხლავე ირა მიდი რა აი სიმღერა იმ დღეს რო იმღერე I love you baby მიდი აბა მიდი იცით რა მაგრამ ღერის მართლა ფაქტია აბა გოგოებო რას ვამბობდით რა ქვიათო არაფერსაც არ ვამბობდით დეტალებს რა მნიშვნელობა აქვს რა მაინტერესებს თქვენ ჰაიდელბერგში ქუჩაზე და თქვენც დასეირნობდით იმ ქუჩაზე, სადაც კანტი და ჰეგელი დასეირნობდა? დიახ. და ბოლოს მივხვდი რომ მე მინდა ამ ჭიქით ფრიად მნიშვნელოვანი სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. რაგაცია, რა ფერსო. ალო, დიახ, გისმენთ? დიახ, კორპუსია? რა? ბომბი? აი. ტერორისტები. და ეხლა ჩვენ როგორ მოვიქცეთ? რა გავაკეთოთ? დიახ, გისმენთ პირველ რიგში ქალები გავატაროთ? დიახ. მერე ბავშვები, შემდეგ ჩვენ ლიფტიდან. დიახ. ჩვენ წავალთ სანდრო. რატომ გოგოებო? იქნებ ცოტა ხანი 1-2 ჭიქა მაინც აფთხილად. მოიცადეთ, სათმეტი ხარ გოგოებო, ცოტა ხანი დარჩით ვისაუბროთ, ვინო დავლიოთ. კითხვა ჭიქა რაღაც 1-3. კარგად გძანდებოდეთ. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ვერ შეგაყოვნებთ დავლიოთ. ნახამდის. იქნებ ტელეფონის ნომრები დაგეტოვებინათ. სანდრო მიცის თქვენი ნომერი. ხომ გახსოვს სანდრო? კი, მახსოვს. ერთი მაგთია, მეორე ჯეოსელი. კარგით რა. როგორ იცით ხომ რა ხარ ხა მე? უყურე ხა ორი სუკას და ერთ სანდროს, ხო? კარგი დათო მართალია რა ირაკლი რა დროს ისა გოგოები და წავიდე საერთაშორისო დოჭიკა დავლიოთ რა ოჩახლაშა ისტორია მორჩა გადაწყვეტილია სახიგლეში მივდივართ მოიცე რა გამოდის რომ ეს მაკარონი მოუხარში ტყუილა კარგი რა დათო რა დროს მაკარონია ჩავიდეთ სახიგლეში კაი ხინკალი კაი ლუდი კაი ქაბაბი მართალია ჩავიდეთ კაი მწვადი კაი ხინკალი კაი ქაბაბი და ლუდი ხო კარგი ლუდი კარგი ქაბაბი კარგი ხინკალი და მწვადი მწვადი ხინკალი და ლუდი ვაიმე შემოგევლე იქ აქ რა წავედი ეს გოგოები მაინც დაგვეტოვებინა სახს მაინც მიალაგებდნენ რა როგორ იცით ხოლმე რა აი შენი ყავა თამა როგორ ხარ? შენ არაფერი გამოგეპაროს რა ვიცი უკეთესა დილით უფრო ცუდად ვიყავი თიკა ხوار მოსულა არა დღეს ისვენებს ვიცი მე გაუშვი საქმეზე და ველოდები მეც მაგარი ვარ რა 3 ბატი გაუშვი საქმეზე რა იყო არ ვიცი და არც ის ვიცი სად არის ეს ბიჭიც რო ვინმეს დააშტერებს რა მოვედით ნანო კიდევ კარგი მითხარი თორე ვერ მივხვდი რაკენი თამრი წელი როგორ გაქვს თამრი ხო მკითხავ თეთრან ძლივს ჩამოვედი რაკენით ახლა ფარტზე რა გაარკვიეთ ნახეთ ბიჭო აიმე რა ბიჭი ხარ ძალიან კარგი ხომ არა ფარტს ქირაობს თუ არა რა გაარკვიეთ ასეთი მაღალია ათლეტური აღნაგობი ეხლა მომიყევი რა მე მოყვე მოკლედ წავედით
ჩემო კარგო და პირდაპირ იქ მივედით. ესე იგი ჩვენ მივედით და მე მოვიდა ის ბიჭი. და ის ბიჭი რომ მოვიდა ჩვენ უკვე იქ მივედით, იმიტომ რომ ჩვენ მასი ადრე მივედით. ხო. ეგ გავიგეთ, თქვენ რომ მიხვედით ის ბიჭი არ ხვდათ. პირიქით. აი მომისმინე, ესე იგი ჩვენ მივედით, მე ის ბიჭი მოვიდა, იმიტომ რომ ჩვენ უფრო ადრე მივედით. ხო, მაგრამ ფარცე რა გაარკვიეთ, ხო? მოკლედ მივედით იქ და მოვიდა ეს ბიჭი. შემოვიდა თუ არა, აი მაშინვე მივხვდი რომ სიმპათიური, ჭკვიანი, განათლებული იყო. ხო და იგე, თამარ აი ბრელოკების და გასაღებების აცმაზე ეთყობოდა, კაი მანქანა ეყავდა. აუცილებლად ეყავდა კარგი მანქანა. და სხვათა შორის ყველაზე მთავარი თამარ, რაც თავარია უცოლობა. აი მე როგორ თამრი, აი მე ხო მენდობი თამრი, აი თვალი მომცა დამაყენა და მაყურებინა. მაინე ნუ მაბრა. პირდაპირ მითხარით ახლა რა ფართი იქირავა თუ არა? უარი არო. ვიცოდი რა, აი ხო ვიცოდი, შენ საქმეზე შენ თვითონ უნდა წახვიდე, ვაიმე წელი. გოგო, გამარჯობათ. არ გვინა. ვაიმე მარიკუნა მოვიდა. მოდი მარიკა, როგორ ხარ? როგორ ვიქნები იმ ვაჟბატონის ხელში? ვაიმე. სალომე. ხო მარიკა. არ მინახავს. და რა მოხდა იჩხუბეთ? არ ვიცი გოგოება ძალიან შეიცვალა ირაკლი. აი საერთოდ ვერ ვცნობ. მე ყურადღებას აღარ მაქცევს, რაღაცნაირად გულგრილი გახდა ჩემს მიმართ, არსად აღარ დამყვება. მაიმე მარიკა, მეც ესე არ ვარ, რაც ქეთევანი გათხოვდა ძალიან შეიცვალა. აღარსად დამყვება, ჩემთვის საერთოდ ვეღარ იცვლის, მაგრამ რა ვუყო, დავშორდე და არის. მაინც ხოცი შენი რა და არ გინაცვალე თავი, გინაცვალე შენ. შენ ნუ ინერვიულებ მარიკა. იცი რა ფერი მარიკა, აი რასაც ის გააკეთებს, შენც იგივე გააკეთე. აი რო გთხოვს, წამყები, აი არ გაყვიართ შენ. მართალი. ხო. მართალი ხარ. ხო. ეგ ხო, მაგრამ აი ახლა რა ვქნა? ახლა ანანო მომისმინი ადამიანს საინტერესებს ხო ამ წუთას რა გნას, რა გუშინ და ხვალკი არა, აი ამ წუთას ეხლა მოცემულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს ადამიანი. ამწუთას, რა შება ამწუთას ირაკლი, სად არის? მაგრამ მე რა ვიცი ამ წუთას რა შვება ირაკლი, სვავს ალბათ სადმე, რა სიზა. ხო და შენ ცადეთ და დალიე. საწავიდეთ, მოიფიქრეთ. მე საწავიდეთ და ახალი სახინკლია მე და ბექა ვიყავით. ესე იგი, შევუკვეთეთ 44 არა, ხინკალი კი არა. 17 ხინკალი შევუკვეთეთ და 44 წუთი ვიყავით იქ. ხო. და ბექამ ცოტა ლუდით დალია. კათხის 4 მეხუთედი ალბათ ხა? შენ შეიყავი? ჩვენ წავიდეთ მაგარი გავერთოთ. ქეთევან, ამ წელიცაც წამოვიდე რა გავაკეთე. ვაიმე, რა გააკეთო, იცი თამარ? ავიღოთ არაყი, ჩვენ დავლევთ და შენ მაგ წელზე შეიზილე. ქეთევან, ახლოს ზიხარ და რა მეუთხარი რა. საგმაცდის რა, მაცდის რა. ესეც ავიღოთ ხო? ესეც ავიღოთ. ესეც და ესეც ავიღოთ. კარგი ესეც. ხო. აი რა მარიკა გამხიარო. რა არ შეიძლება მარიკა ესე. რა ვიცი ანანო, ახლა ვფიქრობდი ზედმეტი ხო არ მომივიდა მეთქი. ასე არ უნდა გაუბრაზებულიყავი ირაკლიზე. კარგი რა მარიკა, შენ რა გიჭირ, შეურიგდები ირაკლის. აი მე კიდე რა კლიენტი გამიქციეს ამ ქალბატონებმა, გავუშვი საქმეზე და საათივით აწყობილი ბიზნესი წყალში ჩამიყარეს ამ რადიკულიტიან გოგოს. კარგი რა თამარა, კარგი რა, მოძებ ვინმე კლიენტს და გააქირავებ იმ შენ ფარც. არაფერი თქვენ არ იცით რა, იკითხეთ ეს ბიზნეს ლიტერატურა. აგი რა ირაკლი რა, შუასე მოწყელინი როდემდე უნდა იყო. შეგირიგდება მარიკა აბა რას იზავს, ესე ხო არ იქნებით რა. დაუჯერი ამ კაცს ამასო ქსოლებში გამოცდილება აქვს. ისეთი უნდა. მენიუს ინერვე თაობა. არა გენაცვალე, მენიუ არ გვინდა, პირდაპირ გეტყვი ყველაფერს რა. ესე იგი, ხინკალი გვინდა ქალაქური, დათო შენ რამდენი შეჭამ? 10. სანდრო შენ? მეც 10. ესე იგი 10, 60. 60 ხინკალი მოგვიტანე, 4 მწვადი და 3 ბოთლი არაყი. 3 ბოთლი. აჰა. ირაკლი. არა, ეს 3 ბოთლი თავიდან, ლაშა, თორე მე ეგრე
დიახ, ერთი მოდი მეცმები. ო, კარგია. ლუც მეძდავლებ რა, გენაცვალე რა. სანდრო, შენც უთხარი რა. უთხრა? ხო, უთხარი რაც გინდა დროზე. მე ლონდონში ვსწავლობ. ვაიმე, შენ შემოგევლე ამას თუ უსმენ რა, წადი 4 ლუდი ეგრევე შემოგვიტანე რა. მიდი. სად არის ახლა ამდენ ხანს ეს ოფიციანტი? ესე უნდა ველოდო ეს რადიკულიტიანი გოგო. თავად გალოდინეთ სტუდენტები შემოგვივიდნენ და აბა მოვიფიქრეთ რა სინებებთ. ანანა შეუკვეთე მე არ შემიძლია. აჰა, ეხლა რა გვინდა? ესე იგი 20 ხინკალი, აქედან 12 ქალაქური და 8, ნუ აი უმწვანილო რა. კიდე მარიკას უნდა 5 სოკოს ხინკალი, კიდე კონიაკი და ატმისწვენი მე. და მათაც სოკოსი უკაცრავად ვაი მე ხავე დაგეხმარებით მე ესე იგი 20 ხინკალი გვინდა 12 ქალაქური 8 უმწვანილო 5 სოკოს ხინკალი გვინდა კიდე გვინდა კონიაკი და მწვენი გასაგებია ატმის წვენი კი ეს ყველაფერი არის 53 ლარი და თუ გაინტერესებთ 10% კიდე დამატებული მომსახურების 58 ლარი არაფრის რთულია მაგრამ პროფესიონალებთან მუშაობა რა ირაკლი მოიცადე მე ლაშიკოს დავურეკავ და ლაშიკოს ეცოდინება შენ ყველაფერში ჩაერიე ვინ გეკითხება წუთი ალო ხო ლაშიკო მე ვარ ხო სად ხარ ლაშიკო ირაკლისთან ერთად ხარ ხო ძალიან კარგი რა ქალის ხმა მესმის ლაშიკო ბატონო როგორ არა მესმის ახლა ვერ გავიგე რა მაჯავრებს აბა მესმის კარგი აბა ჭკვიანად იყავი კარგი ლაშიკო რაღაც არის მის კარგად მერე გადმოგირეკავ კარგი აბა კარგად ლაშიკოსთან ერთად არის ირაკლი რაღაც კარგად არ მესმოდა ხო ვინ იყო ქეთევანი იყო რა ვიცი არის მოდა კარგად სადღაც იყო ხმაური ქეთევანმა დაგირეკა მარიკა რაშვება ნეტა სად არის როგორ მინდა ეხა ჩემ ვეღურასთან ვიყო რა არა თუ დედამისთან ერთად არის მაშინ არ მინდა აბა მოვიდა აბა დაიღეთ და მოაყარეთ ირა ნახე რაღაცა ძალიან თეთრი პირპილია რა უცნაური კარგად მოაყარეთ ხო არ გადმოდის და მოაყარეთ რაშვები დათო ჩანგლით ჭამხინ გავს ირა დაანებე რა ესმის ამას გაირა რა იცის ამ რამე შენ რა იცის ანდროიდ შენ რა იცი რა არ ვიცი ის ანდაზა მაინც არ გაგიგია ხინკალზე როა თუ გული გულობს ხინკალი ორი ხელით იჭმება რა არის ეს ხინკალი არ ვარ გარ ამარილიან საკეთებია ვაიმე ლაშა დაასხი და მე აღარ შემიძლია რა ამას ფიზეს ვერ მოვიდეთ ანანო მიდი გადმომიღე კიდე ჩემთვის არ შეიძლება რადიკულიტი მაქვს მძიმე საწყალი საწყალი ღორები და ზროხები როგორ გაწირეს თავი ჩვენი სიამოვნებისთვის ანანო პურის თავთავები არ გეცოდება კი ქეთევანი როგორ არ მეცოდება ეგენი ცოცხალი არსებები არიან არა კარგი რა მარიკა ნუ ხარ ესე მოწყენილი რა ცოტა ჩუმად ეხლა ჩუმად ტელეფონი მირეკავს მე მგონი ჩემი კლიენტია ალო ხო დათო ხართ კარგით ხო კარგი გენაცვალე დაგირეკავ ხო კარგი ვინ იყო ის დათო იმ ფარტს ვიქირავ ფეხი მაწყობს აი ამ ბიზნესში მაგარი ვარ მოდით მაშინ ამ ჭიქით უძრავი ქონების დედოფალს უძრავ თამარს გაუმართ ახლა მე მინდა ვთქვა ერთი საზრდე მიდი მარიკა ოღონდ შენ გამეთქი და ოღონდ შენ გაიხარე მიდი მარიკა ერთხელ ხო ძველ ეგვიპტეში ფარაონ მენჰერას მეუღლე ულამაზესი კამელია ნილოსის სანაპიროსთან იდგა და თვალუწვდენელ დიუნებზე ლექს ამბობდა. მე მარიკა მე მე ჩემი შევასრულე რა
აი ხინკალიც მივეცით. აი ძა ხა ნახე რამ წვადი მივცეთ. რავე? მოდი. აი ეს წაიღე და ერთი ასეთი მოგვიტანე კიდე, ხო? გვერდზე რა ხდება? გვერდზე არაფერი, გოგოების ხედან და ერთ-ერთი ქმრების საღებრძო ამბობს. ალბათ როგორ უყვარს თავის ქმარი რა. აი, ყველა ცოლი ასეთი უნდა იყოს რა. რას თავი? კონიაკს. ეხლა შეგეცვალე ერთი ყველაზე კარგი რაც გაქვს. ის კონიაკი ერთი ბოთლი აიღე და ჩვენგან გაუგზავნე და უთხარი რომ გვერდითა სუფრის თამა და სულით და გულით თქვენთან არის. მიდი. მართლაც გოგოებო, ჩვენს ქმრებს გაუმარჯოს. ირაკლის გაუმარჯოს, მარიკა, ჩემ თავს გაფიცებ მომიჭახუნე. ლაშას გაუმარჯოს, ეკას პაველს გაუმარჯოს. რაზე ღირს ეკეთებან. გოგოებო, ეს კონიაკი გვერდითი სუფრიდან გამოგიგზავნეს. ისინი უერთდებიან თქვენ საღებრძოლს. აი, ხედავთ გოგოებო, როგორ ეტყობა რომ კარგი ადამიანი და კარგი ქმარია. აი, ყველა კაცი ესეთი ქმარი უნდა იყოს. რა უბედურება რა. ტირი ხარ? ტირი არა ის. პილპილი შემეყარა თვალში. ეს სანდრო იყრის ხელის გულსა და სულს უბერავს, ვერ არის ეს ბიჭი რა. მე მინდა ახლა ერთი საღებრძელო შემოგთავაზოთ კიდე. მოდი, მანდილოსნებს გაუმარჯოს რა. აი გვერდზე რო გოგოები ქეიფობენ, აი იმათი თამადობით ყველა მანდილოსანს გაუმარჯოს. ეცოთ მე ახლა მოვალ რა. გოგოებო, თქვენ გაგიმარჯოთ. მარიკა? მარიკა, ნახე რა საყვარელია ირაკლი, რო დაგინახა ტირდა. ჩემო ბეღო. გამატარე ირაკლი. არა, გამაგებინეთ რა უნდა. არა, მითხარი, ამიხსენე. კარგი ირაკლი, ნორმალო, ანანო წამოდი დაველაპარაკოთ მარიკა. თამარ, შენ მაინც მითხარი რა უნდა. რა გითხრა ირაკლი ამ რადიკულიტიანმა და გაჭირვებულმა გოგო, რა გითხრა? თამრი, ადიქი ჩვენ მარიკასთან გავიდეთ, კაცი სალაპარაკო ექნება. რა დამასვენოთ. გოლონტებო. ესეც აწופილა, არაფერი არ მოიქო შენ. აბა მიდი შენ ბიჭებთან იჩუკჩუკე, მე მანამდე მარიკასთან გავა. აბა სანდრო, კადი ხა შენ ირაკლის ლაპარაკე მიდი. გინდა თუ აუდგე და ჩემი ლიმონათი დალიოთ არა? სანდრო. კაი. გოგოებო, რა? რა უკაცრავად, რამეს ხომ არ დაამატებდით, კი? კიდე ერთი 40 ხინკალი მოგვიტანე არა? ბატონო ლაშა, 2 ბოთლი კონიაკი მოგვიტანე, ეს თემშები და ეს რაღაცა როა გადატიხული, ეს ტიხარი წაიღე აქედან. მარიკა, იცი რა ცარიელი იყო სახლი უშენოდ. მაგათ სამზარეულო იკეტება და რამეს ხომ არ დაამატებდით. კი. ერთი შამპანური მოგვიტანე. სანთელი. და აი ეს ხინკალი შეგვიბრაწე რა. რა რომანტიკული ხარ ირაკლი. იცი მეც როგორ მოვიწყინა უშენოდ? რა? ჩემმა მარიკუნამ, ჩემმა ბეღურამ მოიწყინა? ამას ირაკლი ჩხეიძე არ დაუშვებს. მარიკა, აქედან მე და შენ მივდივართ ოპერაში. ოპერაში გავსქუროთ? გავსქუროთ.